აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა. გამოსახლება გასულ დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. პოლიციამ დაუმორჩილებლობის საბაბით ჯამში 17 პირი დააკავა. მათ შორის არიან გამოსახლებული მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც ადგილობრივების თქმით აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა აუცილებელი იყო. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. მოსახლეობა ხელისუფლების ნაბიჯებს უსამართლოდ თვლის და აცხადებს, რომ გამოსახლება უკანონოა, მათი მდგომარეობა კი არავის გაუთვალისწინებია. არაფერში არ ჯდება, არც სამართლებრივად, არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად. მე არ ვიცი საერთოდ ამ ყველაფერს რა გამართლება უნდა უყოვან, იმიტომ რომ მესმის რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება და ადამიანების უსახლკარო დატოვებას ყველაფერი ჯობს და თუ კი ამის ნება არსებობს, გამოსავალსაც იპოვიან. მაქვს უსახლკარობის სტატუსი, მაქვს მარჯვენადაკარგული სტატუსი, მაქვს მარტოხელადედის სტატუსი, მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა მაგით, რომ ჩვენ საღამოს სად გავათებ. ჩემთან ალტერნატიულ ფართზე, ქირავნობაზე, სხვა ბინის ქირავობაზე ჩემთან არავინ მსგავსი შემოთავაზებით არ მოსულა. ოპოზიცია თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რთულ ვითარებაში აყენებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მათივე თქმით, მიმდინარე პროცესები სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ოპოზიციაში კითხვის ნიშნები ისმის უსახლკაროდ დარჩენილი მცხოვრებლების ბედთან დაკავშირებითაც. ოპონენტების კრიტიკას დედაქალაქის მერი პასუხობს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესების შეფასება ორმაგი სტანდარტებით ხდება. კალათის განმარტებით ადამიანები, რომლებიც სადგურის მოედანზე არსებული შენობის ჩამონგრევის შემდეგ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლებას აპროტესტებს. აქ არ არის მხოლოდ თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის ამბავი, ეს ყველაფერი მიუთითებს ქართული ოცნების მმართველობის სისტემურ გაუმართავობას, როცა ყველა რგოლი არის მოშლილი და არც ერთი რგოლი სახელმწიფოში არ არის ორიენტირებული ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ვნახეთ ღია ცის ქვეშ დატოვებული ბავშვები. ნორმალურ სიტუაციაში აი საკითხი უბრალოდ სასამართლოში უნდა ირკვეოდეს, ხა თუ ბოლოს მოქალაქეებს დავა აქვს. ერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რაღაც მის საკუთრებაში ვიღაცას უკანონოდ შესახს და მას ბუნებრივია აქვს გამოსახლების უფლება, მაგრამ თუ სხვა ხალხი პირიქით მიიჩნევენ, რომ ეს მათ უფლება აქვს აქ ცხოვრება, ასეთი დავები ყოველთვის სასამართლოში წყდება. ვინაიდან არც სანდო სასამართლო გვაქვს, არც საკუთრების უფლების რაღაც ჩამოყალიბებული რაღაც ტრადიციები თუ სტანდარტები, გარე დამკვირვებელისთვის საერთოდ გაუკრეულია ვინ არის მართალი და მტყუანი, ანუ გასაგებია. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარე სახლის ჩამოშლას მოხდა და დღეს ზუსტად ის ხალხი გულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მაცხოვრებლები ბინებიდან, საკუთარი ბინებიდან. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. იქამდე კი თავად ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით გიორგი ახობაძის ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა ჩაუდეს. ამასთან მათი განმარტებით ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარადგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველო კრიზისშია. აღარ არის ევროპული და ქვეყანა ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესოა. ბრაიზას თქმით, საქართველო რუსეთის ორბიტაზეა გადართული და დაღმასვლას განიცდის. მისივე თქმით, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრად აღარ განიხილება. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ისევ განხეთქილებაა. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალებით პროცესში ჩართვას გეგმავენ პარტიები ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. პარტია გირჩის ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს და მსგავსი ვითარება ქართულ ოცნებას აძლიერებს. პარლამენტის წევრი თენგიზ შარმანაშვილი კი ფიქრობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და ისინი ქვეყნისთვის სასიკეთოდ არ მოქმედებენ. ამ არჩევნებზე როგორც ჩანს სამი პარტია იღებს მონაწილეობას, გირჩი, ქართული ოცნება და გალილეო და როგორც შეთანხმდებიან ლელო და გახარია ერთმანეთში კანდიდატებზე ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ვითარებაში როცა უდიდესი რესურსი ყოველწიურზე და ურთიერთლანძღვალზე იხარჯება ოპოზიციურ ფლანგს გულისხმობ, შეუძლებელი გახდება ქართული ოცნების დამარცხება. მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ჩვენ ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევისთვის ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და არა იმედით რომ რაღაც ქალაქებს გამოგვლიჯავთ. მათი შანსები არის ნულისტოლი, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს მთელ საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ეს არჩევნები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსასვლელად და უკეთესი სერვისების შესათავაზებლად არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ არეულობის გასაღრმავებლად.